დიდი მადლობა, რომ დედიკო გამომინჯავთელეთ. ადრე ვიყავი სულ წოლიარე, ვერ ვდგებოდი ფეხზე, რადგან არ შემეძლო. ჩემი შვილი მივლიდა, მე საჭიროებოდა ბარიატრიული ოპერაცია, სახსრებთან იყო დაკავშირებული და არ მქონდა. უღრმესი მადლობა ჩერნოვენსკის ფონდს, რომ დამიდგა გვერდში და ნახევარზე მეტი დამიფინანსდა. ამომაჭრეს კუჭის 70%, რამაც უკვე შედეგი მომცა ორ კვირაში და დავიკელით 16 კილო. ექიმები ვარაუდობენ, რომ 65 კილოზე უნდა ჩამოვიდე, რაც ვიყავი გოგოობისას იმ წონაზე. ვიყავი 151 კილო და ეხლა ვარ 135 კილო. ამ ოპერაციის შემდეგ დავდექი ფეხზე, ხერხემალი აღარ მაწუხებს, მადლობა ფონდს. ძალიან დიდი მადლობა ფონდს. დავდივარ ფეხზე ვალაგებს სახლსაც, ვაკეთებ საჭმელს, სარეცხსაც ვფენ, ბავშვი ცურვაზე დამყავს და დავყვები. გავდივარ ქალაქში. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგან გვერდში დგომისთვის. ფეხები მქონა სულ დასიებული. ვერ ვიცემდი ფეხსაც მას. ეხლა ფეხებიც დაიშვეს და ვიცემ ჩვეულებრივად და დავდივარ კარგად. ფონდის მეგობრებს უსურვებ, ღმერთმა ბევრი მისცეს, რაც მათ გულებს უნდოდეს 100%-ით ასრულებოდეს თითოეულ მათგანს. ძალიან მიხარია დედიკო, რომ თავის ფეხით დადის, რომ როგინში არ წევს. ოცნით და მიყვარხართ. ოპერაციის შემდგომი გამოკვლევები მიწევს ახლა თვენახევარში, სადღაც ივლისის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე, რაც სახსრებთან არის დაკავშირებული. სპეციალური დიეტა მაქვს დანიშნული, რაც უნდა დავაბლენდერო. არა მაქვს ბლენდერი, მეზობლის გამნათხოვრობ. არა მაქვს მაცივარი, მასაც მეზობელს ვაწუხებ. საკვებით დიეტის გამო ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც მიწერია, ვერ ვიცო. მესაჭიროება ნევსები, მესაჭიროება ტანსაცმელი, ორი ხელი მაქვს სულგან, მეტი არა მაქვს. ბავშვსაც ფეხსაცმელები არ აქვს, საზაფხულო ტანსაცმელი არ აქვს არაფერი. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვენსკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.